ძლევს გვაძლევს ღმერთი. მე ვერ ვიტყვი საიდან მოდის, მაგრამ მოდის. ღმერთი იძლევა. დაიძინებ, გაიგვიძე, დაიძინებ არაფერი გავს და გაიგვიძე და უცებ ვიღაცა მოდის. მეუფე მარიცის, მაგრამ მისმა კეთილის მსურველებმა იციან რა ხიბლავს მეუფეს. საჩუქრის მიღება არ ეუხერხულება. ამბობს, რომ 24 წლიან ღვთისმსახურებას უკვალოდ არ ჩაუვლია და თითოეულ მანქანას თავისი ისტორია აქვს. და რასაც მაძლევენ, მე არ ხარჯავ ამაში ფულს. რასაც მაძლევენ ჩუქნია. თორცდები 50 წლის ბილე ჰქონდა, 2 ავტომობილი აჩუქა. სოდრიას და კიდევ სხვა ინფორმაციები ასე დეტალურად. სოდრიას და მაგრამ გაჩუქეს კი ბატონო. რა მექნა მეუფე საბა მიცის, რომ ძვირფას საჩუქრებს სულის ცხონებასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ რაქნას დარწმუნებულია, რომ აკეთებს ისეთ საქმეებს, რისთვისაც ჭირდება მანქანები. ერთხიდიანი, ორხიდიანი, სამხიდიანი, ახალიც და ძველიც. თქვენ გეკითხებით ასეა თუ არა, მანქანა 2018 წლიანი, 19 წლიანი, 20 წლიანი მოდელები და 21 წლიანი, 22 წლიანი მოდელს რა მნიშვნელობა აქვს? რომელი ემბლემაზე ვზივარ, ამას რა მნიშვნელობა აქვს? თაში ვივლი, ბარში ვივლი თუ სად ვივლი, წყლის ქვემოთ ვივლი, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ორხიდიანია, სამხიდიანია, ერთხიდიანია, ძვირფასია, 99-იანია თუ 79-იანია, რა მნიშვნელობა აქვს? საჩუქრებს დაბადების დღეზეც იღებს და ისეც. მაგალითად, ბოლო იუბილეზე 2 მანქანა აჩუქეს. ყველა ნაჩუქარ ავტომობილზე 1 სერია აქვს. არ გითხრა რას ნიშნავს ინიციალები, მაგრამ მისი გაშიფრვა ერთი შეხედვითაც მარტივია. MXS, მეუფე ხონისა და სამტრედიისა საბა. ნომრები კი მანქანის რაოდენობის მიხედვით 001-დან 008-ის ჩათვლით იზრდება. ავირჩიე, რაღაცა ხონდა, ავირჩიო, რა მნიშვნელობა აქვს? მეკითხებიან, ეს გინდა თუ ეს გინდა. იყო დრო, როდესაც ჩვენ ესე იგი უფრო მეტ პატივს ვცემდნენ და უფასოდ გვაძლევდნენ იმ დროიდან მოყვება ეს ნომრები და მოწესრიგებული მაქვს ყველა მონასტერს თავისი ნომერი აქვს და დალაგებაში, სისუფთავეში რამე თუ ცუდია, კი ბატონო, მაგრამ რაღაცა სერია, ისედაც კარგად იცით, რას ნიშნავს? ვერ მივხვდი კარგად. არა უშავს. თუ დაიძაბებით, ყველაფერს ფიქრობ. ხონსა და სამტრედიაში ღიად საუბარს ყველა ერიდება. კამერის მიღმა და საიდუმლოდ კი იმასაც ყვებიან, რომ მეუფე ყველაზე ახლოს ბიზნესმენებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან არის და მერსედესის მარკის მანქანა CLS მოდელი ერთ-ერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა აჩუქა. მთავარი არხის ინფორმაციით, ეს ხონელი კანონიერი ქურდი ჯეირან კინწურაშვილი იგივე ხონსკია, რომელიც ამ დროისთვის თურქეთში ცხოვრობს. ავტომობილი 2020 წლისაა, ცენტრიდანაა გამოყვანილი და მისი ღირებულება არც მეტი არც ნაკლები $112,000. 230 ლარის ხელფასის მქონე ადამიანმა 70 ეკლესია ავაშენე. თქვენ ბევრად მეტი გაქვთ. მინიმუმ 10-ჯერ მეტი მაინც. 2300 მაინც გექნებათ. თუ მეტი არა. ერთი ქვაზე გააქვს დადებული? ეკლესიის მშენებლობაზე რამე გააქვს დადებული? რომელიმე გლახაკისთვის სახლი გააქვს ნაყიდი? იცის, რომ მის მრევლში ბევრ ადამიანს შია, ბევრს არც მანქანა ყავს და ბევრ სახლის საერთოდ არ აქვს. ამაზე ნერვიულობს, მაგრამ ასე გვპასუხობს. სადღაც რომ ვიღაცა საჭმელს ვერ ჭამს, ამიტომ შენ ხო არ შეწყვეტ საჭმლის ჭამას, არა? შენ ხო და ჭამო, მაგრამ ხო გულით ტკივა, არა? მეუფე საბას ეპარქიაში ძვირფასი მანქანების გარდა მის ქონებაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ გასულ წელს სენაკში მისი სახლის დაყაჩაღებისას 200,000 ლარზე მეტი წაიღეს. სავარაუდოდ, ოჯახმა თანხის ოდენობა ვერ გაამხილა. ამიტომ გამოძიება ამ დრომდე 120 ლარის ქურდობაზე მუშაობს. ამ კითხვაზე მეუფე წყევლასაც არ მოერიდა. თუ 120 ლარზე მეტია წაღებული და ნაპოვნი და საერთოდ იყო სახში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ვერ იპოვეს, თორე იქ იყო. თუ იმ წუთში და საერთოდ 120 ლარზე მეტი არსებობს იქ, ხო? ღმერთმა მე დამსაჯოს. თუ არა და ის ვინც ამ ინფორმაციას ატარებს. აი ეს გინდა და თქვა? მეუფე საბას